რა შედეგი მოჰყვებოდა რეალურად ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას, რის შესახებაც BBC-ს საგამოძიებო ფილმშია საუბარი. რასაც ხადებენ ტოქსიკოლოგები, ამას მარიამ ქართველიშვილი გვეტყვის. ქართველი ტოქსიკოლოგებისთვის არასერიოზული და აბსურდულია ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რადგან მათივე განცხადებით ჩახუნაშვილების მიერ მომზადებულ დასკვნაში და ფილმში კლინიკა და რეალობა ერთმანეთთან აცდენილია. პროფესიონალი მედიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების შემთხვევაში მძიმე და მათ შორის ლეტალური შედეგი იქნებოდა. შესაძლებელია გამხდარი იყოს სხვადასხვა ნივთიერების და ტოქსინების დაგროვების მიზეზი, რომელიც უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას. ადამიანს შეიძლება მისულიყო გონების კარგვამდეც და სხვა კარდიოლოგიური დაზიანება საკმაოდ მძიმე, გულის კუნთის გამოწვეულიყო ამით. კანის დაზიანებაც უფრო ღრმა უნდა ყოფილიყო, წყურლების გაჩენით ზედაპირზე და ხილული უნდა ყოფილიყო. ის სიხშირე, რაც ვიცით ნამდვილად, რაც დოკუმენტურადაც არის, რომ რამდენიმე დღის მანძილზე ხდებოდა, ეს რომ ამ რაოდენობით გამოყენებულიყო ეს კონკრეტული ნივთიერება, ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად საფრთხე დაემუქრებოდა სერიოზული და შესაძლებელია გარდაცვალების ფაქტიც, რაც ნამდვილად არ არის და ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ ნივთიერების გამოყენება ამ ეტაპზე არ მომხდარა. ბოლო 2 დღეა ქართველი ტოქსიკოლოგები BBC-ს მიერ მომზადებულ ფილმში გაჟღერებულ ვერსიებს აფასებენ, გარდა იმისა, რომ მათთვის ქიმიური ნივთიერების შესახებ მოყვანილი არგუმენტები აცდენილია რეალობას. ამას გარდა ამბობენ, რომ ტოქსიკოლოგთა ასოციაციისთვის არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და არც ერთ უცხოელ კოლეგას მათთვის არ მიუმართავთ, არადა საქართველოში არსებულ რეალობაზე ყველაზე კომპეტენტური პასუხები სწორედ ქართველ მედიკოსებს აქვთ.